ხალხის ხმა რასაკვირველია, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ ესმის, რადგან ის კვლავ პოლიტიკური შურისძიებითაა დაკავებული. ამ წუთებში წულუკიანის კომისიაზე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს გრიგოლ ვაშაძეს უსმენენ. მთავარი კითხვები, რომელიც არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის წევრებს აქვთ, 2008 წლის ომის პერიოდს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, რა კითხვები აქვთ ივანიშვილის დეპუტატებს და რას პასუხობს მათ გრიგოლ ვაშაძე. სალომე ლაბაძე გვერდდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. ეხთამარ დავიწყოთ იმით, რომ უკვე 9 საათზე მეტია, რაც სხდომა დახურული რეჟიმით მიმდინარეობს და ჩვენ მედიას არ გვაქვს პროცესის გაშუქების შესაძლებლობა, ასე კი იმიტომ, რომ სხდომის ნაწილის დახურვა თავად გრიგოლ ვაშაძემ ისურვა. თუმცა მანამდე საათნახევრის განმავლობაში ჩვენ ვუსმედით ქართული ოცნების შეკითხვებს, რომლებიც როგორც მანამდე პაატა დავითაიას შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძის მიმართაც მიზნად ისახავდა ერთადერთ რამეს, გაევრცელებინა აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრორუსული პროპაგანდა და ისტორია ისე მოეყოლა, რომ დამნაშავედ ამ ომში მის ვერაცირებაში წარმოეჩინა ქართული მხარე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, განსაკუთრებული აქცენტით მიხეილ სააკაშვილზე. თუმცა, როგორც მანამდე პაატა დავითაია, ვერც გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა ის პირი, რომლის მიერ გაცემულ პასუხებსაც ქართული ოცნება გამოიყენებს საკუთარი პროპაგანდის გავრცელების ხელშესაწყობად, რადგან ყოველ ჯერზე გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც აგვისტოს ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ქართულ ოცნებას მიუთითა საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ ფაქტებზე და უთხრა, რომ ამ ომის მომზადება რუსეთმა დაიწყო ჯერ კიდევ 2001 წელს, ქართულმა მხარემ კი გამოიყენა ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ საფრთხისგან დაეცვა. რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს, გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს არასდროს უფიქრია და აზრადაც არ გაუვლია სუვერენიტეტის, თუნდაც ნაწილის დათმობაც კი, რომის მოქმედებდა ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რაც ბუნებრივი არ არის ის მტკიცება, რომის მოსმენაც სურს ქართულ ოცნებას და სწორედ ამ განცხადების საპასუხოდ მოვისმინეთ ჩვენ თია წულუკიანის განცხადება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილიც იქნება ის პირი, რომელსაც ქართული ოცნების ეს საგამოძიებო კომისია დაიბარებს ამ არალეგიტიმურ პარლამენტში და მისგანაც შეიძლება აგვისტოს ომზე ინფორმაციის მიღებას. ეს იყო 21 ფებრუარს ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილის და პუტინის, როდესაც მან თქვა, ეს ციტატა არის, ჩვენ ადეკვატურად თქვენ ხარჯზე ვუპასუხებთ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს თქვენი ბრალი არ არის, ეს თქვენი გეოგრაფიის ბრალი არის. რუსეთის მოქალაქეები და განსაკუთრებით ვინც ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობს, ისინი ამას ითხოვენ და ჩვენ ამ თხოვნას ვერ უგულველყოფთ. თქვენ ესწრებოდით ამ შეხვედრას? რა თქმა უნდა. უკაცრავად ხაბატონთია, შემდეგ მან დაამატა. დიახ. არაფერი კომპრომისის გამომუშავება არ შეიძლება არაფრის ხარჯზე, მათ შორის ნატოს ხარჯზე, იმიტომ რომ თქვენი ნების წინააღმდეგ, ეს ციტატა არის, შეგათრევენ ნატოში და აყენებენ რაკეტებს და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას. მაგრამ ეს ხალბატონოთია არ იყო კოსოვოს თემა. ეს ყველაფერი იყო ის, რაც 2006 წელს რისი მომზადებაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო თავისი პროქსი ბანდ ფორმირებების გაწვრთნით, იმისათვის, რომ მოესინჯა საქართველოში ის ნაბიჯები, რომელიც შემდეგ გადაიდგა უკრაინის მიმართ და ენახა რა იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია. შემდეგ მივყვეთ ჩემ შეკითხვებს, ჩვენ გვაქვს, თქვენ ხომ გაქვთ დრო, ჩვენ გვაქვს დრო, იმიტომ რომ თქვენთან შეხვედრა ძალიან თქვენ ხელში ვარ, როცა მქონდეს დრო. ეს უნდა გაუფრენილიყავე, მაგრამ ისე დამემუქრა თქვენი სამდივნოსის თუ აქ არის, რომ გადავწყვიტე არ შევიქნა პრობლემა. არ მოვიდა მუქარის ავტორი. არ მოვიდა. მე როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი პირი შემიძლია ყოველ წუთში მოვაწერო ხელი. არასოდეს არავის თავში პრეზიდენტისგან დაწყებული, ატაშენდე დამთავრებული თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი, ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეწყო. შეთავაზებაც კი არ გაკეთებულა რუსეთის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ იმ ციტატას აღარ. კი ბატონო, მადლობა ბატონო გრიგოლ, ახლა სააკაშვილს თავში რა მოვიდა, ამაზე თქვენ ხელს ნუ დაძდებთ და დადებთ მაგის გამო.
თქვენ იმაში კი გეთანხმებით, რომ რაც დოკუმენტურად არის, მაგრამ იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილის თავში ეს არ მოსვლია. მას რომ მოვიწევთ და თუ მოვიწევთ და იმედია მოვიწევთ ობრძანდება მას ვკითხავთ რა თქმა უნდა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ჯერ პროქსი, შემდეგ კი პირდაპირ ომი არ შეწყვეტილა 1990-იანი წლიდან და ეს განპირობებული იყო რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური ინტერესებით. არასოდეს რუსეთის ფედერაციას არ სჭირდებოდა, ისევე როგორც დღეს, არ სჭირდებოდა თანასწორი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ურთიერთობა სუვერენულ საქართველოსთან. არასოდეს. დავით, თქვენ ახლა ამ კომენტარებს უსმენდით, გრიგოლ ვაშაძესთან გასაუბრება უკვე დასრულდა, თუმცა მან ისე დატოვა საკანონმდებლო ორგანოს შენობა, რომ მედიის წარმომადგენლებთან არ გამოჩენილა და ჩვენი შეკითხვებისთვის პასუხები არ გაუცია. გრიგოლ ვაშაძის შემდეგ სხდომა უკვე უნდა გაგრძელდეს თამაზ ბესტაევთან გასაუბრებით, ასევე დაგეგმილია ზურაბ ნოღაიდელთან გასაუბრება და შეკითხების დასმა ქართული ოცნების წარმომადგენლებს ასევე სურთ ირაკლი ოქრუაშვილისთვისაც. როგორც ეს თია წულკიანმა სხდომაზეც აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილს მოთხოვნა, რომ მოვიდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და უპასუხოს ოცნების წარმომადგენლების შეკითხვებს უკვე გადასცეს, თუმცა როგორც ჩანს ოქრუაშვილი ამის გაკეთებას არ აპირებს, ამიტომ საჯაროდ ამ სხდომიდანაც მოუწოდა თია წულკიანმა მას პარლამენტის შენობაში გამოცხადებისკენ წინააღმდეგ შემთხვევაში კი წულკიანი აღნიშნავს, რომ ოქრუაშვილსაც მოუწევს ურთიერთობის გარკვევა უკვე პროკურატურასთან. როგორც ეს უკვე უწევს მამუკა ხაზარაძეს, რომლის საქმეც სწორედ თია წულკიანმა გადასცა გიორგი გაბიტაშვილის უწყებას. იმ შემთხვევაში თუ გაბიტაშვილის უწყება ყველაზე მძიმე საშილს გამოიყენებს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერის წინააღმდეგ, მოსალოდნელია, რომ მას ერთწლიანი პატიმრობა დაემუქროს. კოალიცია ძლიერ საქართველოში ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან და თავიდანვე ნათელი იყო, რომ საგამოძიებო კომისიას ივანიშვილის რეჟიმი გამოიყენებდა სწორედ პოლიტიკური ოპონენტების დევნის საშუალებად. მამუკა ხაზარაძე აღმოჩნდა პირველი, ვისაც პროკურატურამდე ვისი საქმეც პროკურატურას გადასცა თია წულკიანმა, თუმცა ის არ იქნება გამონაკლისი და როგორც სწორედ წულკიანმა დაანონსა, დღის ბოლოს ის ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს გაბიტაშვილის უწყებას და მის შემთხვევაშიც მოითხოვს შესაბამის რეაგირებას. ბადრი ჯაფარიძის მიერ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ, გადაიგზავნოს ეს დოკუმენტები საქართველოს პროკურატურაში, ეს შესრულდება ჩვენი სხდომის დასასრულის შემდეგ სამუშაო დღის ბოლომდე. ასევე დაველოდებით სხდომის დასრულებას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი პოზიცია და შემდეგ ეს პოზიცია შეიცვალოს, ასეთი უფლება აქვს ასევე როგორც ყველას ბატონ ირაკლი ოქრუაშვილსაც და თუ მოხდა ისე, რომ ის დარჩა თავის პოზიციაზე და არ გამოცხადდა დღის ბოლომდე კომისიის წინაშე, რასაკვირველია, ჩვენ უკვე ხვალ დილით სხდომაზე ვიმსჯელებთ მისი ასეთი ქმედების თაობაზე ინფორმაციის პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ. ამასობაში ბატონი მამუკა ხაზარაძის საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩვენი კომისიის შესაბამისი წარმომადგენლები ვიქნებით მიწვეული პროკურატურაში, გამოცხადდებით, მივცემთ ჩვენებას და ბატონი მამუკა ხაზარაძეც არის დაბარებული იმისათვის, რომ ახსნას მისი ქმედების მიზეზები. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს ისინი დააპატიმროს, დაიჭიროს და ეს რისკი უკვე რეალურია. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმაზე, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გამოცხადდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში ერთპარტიულ ქართული ოცნების უბრალო შეკრებაზე და უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. შეუძლებელია რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა იმ პირობებში, როცა ათეულობით პოლიტპატიმარი ციხეშია და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის საფრთხეში.
აგვისტოს ომზე კითხვების დასმას ქართული ოცნება მხოლოდ დღეს არ ამოწურავს, ის გეგმავს ამ თემაზე გასაუბრების ჩატარებას ხვალაც, ზეგაც და ალბათ მოსალოდნელია, რომ სხდომების უმეტესი ნაწილი დაეთმობა სწორედ ამ ომის განხილვას, რადგან როგორც თავიდანვე გაცხადდა და თავიდანვე სავარაუდო იყო საგამოძიებო კომისია ივანიშვილის პარტიამ ერთპარტიულ პარლამენტში ჩამოაყალიბა სწორედ იმისთვის, რომ აგვისტოს ომზე მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე უკვე არსებობს ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოების საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები, გეგმავს, რომ ეს თემა მაინც დააბრუნოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და დააბრუნოს იმგვარად, რომ ეს სასარგებლო იყოს არა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, არამედ როგორც ამას ოცნების პოლიტიკური ოპონენტები აღნიშნავენ, სასარგებლო იყოს მხოლოდ კრემლის ინტერესებისთვის. ამიტომ კითხვები ჩვენ ქართულ ოცნებასთანაც გვაქვს, ბუნებრივია ამ თემასთან დაკავშირებით, ვის აწყობს ახლა ამ თემის გაცოცხლება და გაცოცხლება სწორედ ისეთი აქცენტებით, როგორცაც ჩვენ ვუსმენთ ოცნების წარმომადგენლების შეკითხვებში, თუმცა ჯერ კიდევ ოცნების წარმომადგენლები არ ჩნდებიან მედიასთან და მას შემდეგ სავარაუდოდ რაც გამოცხადდება შესვენება, ან დასრულდება კომისიის მუშაობა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ კითხვებით მიმართოთ ივანიშვილის პარტიის ლიდერებს. ხო, სალომე, ისე სამწუხაროა, რომ გრიგოლ ვაშაძემ დატოვა ტერიტორია ისე, რომ კომენტარი არ გააკეთა, თორემ ნამდვილად ვისარგებლებით ერთი კითხვის უფლებით და აუცილებლად ვკითხავდი, აი რუსეთის დუმაში რო დაიბარონ მაგალითად 2008 წლის ომზე სალაპარაკოთ, მივიდოდა თუ არა და გასცემდა თუ არა ამ კითხვებს, იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტში ვინც გვიზის ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მადლობა შენ, მადლობა სალომე ლაბაძე, საუბრობდა პირდაპირ ეთერში.